სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განათლების სამინისტრო კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი განმარტებით გაკვეთილზე 25 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს. მინისტრს მიაჩნია, რომ ამ კუთხით საჯარო სკოლებში განათლების ხარისხი გაიზრდება. მაშინ დავიწყებთ და განვახორციელებთ ამ პროცესს. ეს არის გეგმა, რომელსაც განვიხილავთ და სავარაუდოდ განვახორციელებთ ახალი აკადემიური წლის დაწყებისთანავე. მცდელობა არის იმისი, რომ შევამციროთ კლასში ბავშვების რაოდენობა, რადგან სწავლების ხარისხი გაიზარდოს. დღესდღეობით გვაქვს 30 ბავშვის და გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება ეს 35-მდე გაიზარდოს. მე ვფიქრობ, რომ კლასში 25 ბავშვზე მეტი არ უნდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ ინიციატივას ახალციხის საჯარო სკოლებშიც აფასებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 30-დან 35-ს აღწევს. ამიტომ პედაგოგების განმარტებით მოსწავლეების შემცირება როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათთვისაც უკეთესი იქნება. მასწავლებლების მსგავსად ფიქრობენ მოსწავლეებიც. მათი თქმით, ამ კუთხით პედაგოგები ყველა მათგანის გამოკითხვას მოახერხებენ. ბავშვები კი ყოველთვის მობილიზებულები იქნებიან. დაახლოებით 10 წელია რაც სკოლაში ვმუშაობ, მომეწონა ის რაც განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა. ვფიქრობ, რომ კლასში ხარისხი უკეთესი იქნება სწავლის, მოსწავლეები რა თქმა უნდა შეძლებენ უფრო იაქტიურონ გაკვეთილებზე და რა თქმა უნდა უფრო ხშირადაც მოუწიოთ გამოკითხვა. თუ მოსწავლეთა რაოდენობა კლასში შემცირდება, მოსწავლეებში სწავლის ხარისხის დონე ამაღლდება, რადგან უფრო უკეთესი კონტაქტი ექნება მასწავლებელს მოსწავლესთან, როცა მათი რაოდენობა შემცირდება კლასში. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ 25 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს კლასში, რადგან მასწავლებელს მაინც უჭირთ ახლა ბავშვების გამოკითხვა და უკეთესად მოვისმენთ და სწავლის ხარისხიც უკეთესი იქნება. ჩვენ ვართ კლასში 31 ბავშვი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ბავშვების რაოდენობა შემცირდეს და დავიდეს 25 ბავშვზე, მე ვფიქრობ, ამით გაიზრდება ბავშვებში ცოდნა და ვეთანხმები ამ იდეას და კარგი იქნება. სკოლებში მიმდინარე ცვლილებებს დირექტორებიც ეხმიანებიან. მათი თქმით, ახალი ინიციატივა ყველასათვის მისაღებია, თუმცა ზოგიერთ სკოლებში შესაძლოა გარკვეული პრობლემებით შეიქმნას. მათი განმარტებით შესაძლოა პედაგოგებისა და კლასების დამატების საჭიროებაც გაჩნდეს. ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ მსგავსი ნიუანსები ახალ ინიციატივის ამოქმედებას ხელს შეუშლის. ალბათ ნებისმიერი პედაგოგის ოცნებაა, რომ შევიდეს მცირერიცხოვან კლასში, რადგანაც მეტია სწავლის ხარისხი და ალბათ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტრომ სწორედ აქეთ აიღო აქცენტი. დანარჩენი ნიუანსები, რაც შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერს პრობლემები, ალბათ გათვალისწინებული აქვს სამინისტროს და სავარაუდოდ ყველაფერი იქნება მოგვარებული სექტემბრისათვის. ამჟამად კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 30-დან 35-ია. გეგმის მიხედვით კი 25-მდე ჩამოვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება სავარაუდოდ ახალი აკადემიური წლიდან განხორციელდება.